კარგი, მოდი გავხსნათ post controller-ი და ვიპოვოთ store მეთოდი, რომელიც გამოიყურება შემდეგნაირად. აქედან ეს ინფორმაცია პრინციპში აღარ გვჭირდება არაფერი. ეს დაკომიტებული არის და შეგიძლიათ ისტორიაში ნახოთ, პროექტის ისტორიაში. ამიტომ მოვიქცევი შემდეგნაირად. Requests-ზე გამოვიძახებ validates, რადგან მინდა ვალიდაცია აგიხსნათ. ესე იგი, title-ი უნდა იყოს required-ი, ეს ერთი ვალიდაციის რული. მეორე რული, აქ ვერტიკალურ ხაზს ვიყენებ, ეგრეთ წოდებული pipe-ი, ვერტიკალური ხაზი. მეორე რული უნდა იყოს, რომ title-ი უნდა იყოს string-ი და ასევე შემიძლია მივუთითო, რომ მაქსიმუმი 2000 სიმბოლო. Okay? შემდეგ გავაკეთოთ body-ზე. Body უნდა იყოს required-ი და უნდა იყოს string-ი. მაქსიმუმზე შეზღუდვა არ გვაქვს. თუ რამოდენიმე რული გვაქვს, გამოვყოფთ აი ესე pipe-ით, ან შეგვიძლია ჩავსვათ massive-ში ჩვენი რულები, აი ესეთნაირად და massive-ის სხვადასხვა ელემენტები გავხადოთ თითოეული რული. აი ესეთნაირად. ორივე მათგანი მუშაობს. Okay, როდესაც ვალიდაცია დასრულდება, ჩვენ ვიღებთ ვალიდირებულ დატას და შემდეგ უკვე შეგვიძლია შევქმნათ ჩანაწერი ბაზაში. აი ახლა გავაკეთოთ ზუსტად ეგ. Post create გადავცეთ ჩანაწერი მთლიანი data ჩანაწერის შესაქმნელად, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი, ეს არ იმუშავებს რეალურად. როდესაც პოსტი შეიქმნება, პოსტის მოდელი უნდა შემოვიტანოთ, app models, ეს უნდა შემოიმპორტდეს აუცილებლად ფაილის თავში. როდესაც პოსტი შეიქმნება, ეს დააბრუნებს შექმნილ პოსტს და ჩვენ იდეაში უნდა დავაბრუნოთ response JSON შექმნილი პოსტი. Okay, და 201 სტატუს კოდიც მათ შორის. ერთი შეხედვით ყველაფერი სწორია, ასე უნდა იყოს, მაგრამ რამოდენიმე ნიუანსი. პირველ რიგში, data, პოსტის შესაქმნელი data, ასევე მოითხოვს author ID-ს, რომელიც რაღაცა user-ის იდენტიფიკატორი უნდა იყოს და ამ მომენტისთვის ჩვენ საერთოდ არ გვაქვს user-ები ბაზაში, თუ სწორად მახსოვს. ამისთვის მოდი გავხსნათ Tinker-ი, PHP artisan Tinker. Okay, ეხლა user-ები დავასელექტოთ, user all. კი ბატონო, user-ები ბაზაში საერთოდ არ არის. მოდი ერთი user-ი შევქმნათ. User უდრის new users, აი ესეთნაირად. შემდეგ აი ამ user-ზე დავუსეტოთ name-ი უდრის Zura. User-ის email-ი უდრის zura@example.com და ამ user-ის password-ი უდრის bcrypt მეთოდი გამოვიყენოთ. bcrypt რაღაცა მწერია. bcrypt აი ახლა სწორია. და გადავცეთ აქ პაროლი, მაგალითად 1 2 3 4 5 6 არავის არ უთხრა ჩემი პაროლი, საიდუმლოა. User save. Okay, ეხლა გამოვიძახოთ user all. გვაქვს ერთი user, რომელსაც ID აქვს 2. ესეც მნიშვნელოვანია, რომ დავაფიქსიროთ ამავე წამს. შემდეგ უკვე data-ში author ID column-ზე დროებით ამ მომენტისთვის დავუსეტოთ 2-იანი. მომავალში უკვე ავტორიზებული user-დან ავიღებთ ამ ID-ს. და ბოლო ეტაპი, რაც არის გასაკეთებელი, გავხსნათ პოსტის მოდელი და აი აქ უნდა დავამატოთ ჩვენ fillable. ეს არის protected property, fillable, სადაც უნდა გადავცეთ ჩვენ massive. Fillable massive-ში უნდა გავუწეროთ ჩვენ ამ მოდელის ის property-ები, რომელიც გვინდა რომ შეივსოს შემდეგნაირი მიდგომით. როდესაც create მეთოდს გამოვიძახებ და data-ს გადავცემთ, რა property-ები უნდა წაიკითხოს. პირობითად შეიძლება post models კონდეს რაღაც სენსიტიური ინფორმაცია. მაგალითად, user-ის მოდელზე რო ვისაუბროთ, user-ს აქვს სენსიტიური ინფორმაცია, როგორც არის პაროლი. და fillable-ში პაროლი არ უნდა გავუწეროთ, როდესაც ვაძლევთ user-ს ფორმას, რომ დააპდეიტოს name-ი და email-ი და იმ მომენტისთვის მას პაროლის დააპდეიტების საშუალება არ აქვს. პაროლი რომც გამოაგზავნოს user-მა ხელით რაღაცნაირად, არ უნდა მოხდეს პაროლის ცვლილება. აი ეგ იდეა დევს fillable-ში. Title, body და author ID.
აი ეს პრინციპში author ID-ც ისეთი თემა არის. საკამათო თემაა, უნდა იყოს თუ არა author ID, მაგრამ ნუ ამ ეტაპისთვის დავტოვოთ. ეს სამი ველი უნდა შეიფსოს, როდესაც post creates გამოვიძახებთ. პრინციპში ყველაფერი ოკეია. ეხლა გავხსნათ postman-ი. გადავაკეთოთ post-ზე და ვქმნით ჩვენს პირველ post-ზე რეალურად, ოღონდ ბაზაში. აი აქ title-ი უნდა გადავაწოდოთ რაღაცა. Title იყოს my first post. ჩემი პირველი პოსტი. და body იყოს my first post body. შვენიერი. გავაგზავნოთ request-ი. სტატუსი 201. ეხლა ნახე, ამან დააბრუნა title, body, author ID, ასევე დააბრუნა created at და updated at column-ები და ID. ანუ პირველი პოსტი წარმატებით შეიქმნა. გავხსნათ tinker-ი და გამოვიძახოთ, ესე იგი, up namespace-ის ქვეშ, models namespace-ის ქვეშ, post models-ზე გამოვიძახოთ all. ნახე, გვაქვს ერთი პოსტი, my first post და my first body post. შვენიერი. პოსტი ახლახან შევქმენით. ერთი რაც მინდა ასევე გაჩვენოთ, ვალიდაციის რული არსებობს, რომ თუ რაღაცნაირად, ეხლა ამ შემთხვევაში ჩვენით ვიღებთ და ჩვენით ვანიჭებთ და პრინციპში არანაირად საჭირო არ არის, მაგრამ ასეთი ვალიდაციის რული არსებობს, რომ შევამოწმოთ მიღებული ID არის თუ არა user-ების ცხრილში. ეს იმ შემთხვევაში თუ author ID-ს request-დან მივიღებთ და request-დან თუ ველოდებით. Okay, მაგ შემთხვევაში შეიძლება შევამოწმოთ, რომ ეს author ID უნდა იყოს integer-ი და არსებობდეს user-ების ცხრილში. ამისთვის ვალიდაციის რული არსებობს, შეგიძლიათ ვალიდაციის რულებს ჩახედოთ. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა Laravel-ის საიტზეა. გავხსნათ, მოდი Laravel-ის დოკუმენტაცია და validation სექციაში იპოვით ამ ყველაფერს. აი აქ ჩასკროლობთ და არსებული ვალიდაციის available validation rules-ს ჩაუყვებით, აი აქ ნახავთ exists ესეთ ვალიდაციის rules. აი ეს. რომ state-ი არსებობდეს მაგალითად state-ების ცხრილში. State-ი არსებობდეს state-ების ცხრილში abbreviation column-ში და ასე შემდეგ. მოკლედ ბევრი რაღაცის support-ი აქვს exists ვალიდაციის rules. Okay, ჩვენი ვალიდაციის რულები გვიწერია კონტროლერში, store მეთოდში. რაც როდესაც პატარა მოდელზე და პატარა რაოდენობის ვალიდაციის რულებზე ვსაუბრობთ, მეტნაკლებად ოკეი არის, მაგრამ კარგი პრაქტიკა არის ცალკე გატანა აი ამ ვალიდაციის რულების. და ცალკე გატანას თავისი დიდი უპირატესობებიც აქვს. შეგვიძლია ცალკე გავაკეთოთ ავტორიზაცია user-ს აქვს თუ არა უფლება request-ი გააკეთოს აი ამ ვალიდაციის რულებზე ან საერთოდ ამ მეთოდზე, ასევე შეგვიძლია რულების customization გავაკეთოთ, message-ების customization გავაკეთოთ. მოკლედ, ბევრი დადებითი მხარე აქვს ცალკე გატანას. ცალკე რომ გავიტანოთ ჩვენ ვალიდაციის რულები, ეს არის tinker-ი პრინციპში, მოდი აქედან გამოვიდეთ. ამისთვის უნდა შევქმნათ ახალი request კლასი. PHP artisan make request და მოდი ამას დავარქვათ store post request. ეს request კლასი იქნება კონკრეტულად პოსტის შენახვისთვის განკუთვნილი request კლასი, რომელსაც აქვს თავისი, ასე ვთქვათ, მეთოდები, წინასწარმეტყველებული მეთოდები. პირველ რიგში authorized. ეს განსაზღვრავს თუ აქვს თუ არა users უფლება აი ამ request-ის გაკეთების. ნუ ეს default-ად false-ია და ჩვენ true უნდა გადავაკეთოთ, რომ ჩავთვალოთ, რომ users აქვს ამ ეტაპზე. შემდეგ მოდის უკვე ვალიდაციის რულები. აი აქ რა ვალიდაციის რულებიც გვიწერია, ეს უნდა ავიღოთ და უბრალოდ გადავიტანოთ აი აქ. ესეთი მარტივია და post controller-ში ნაცვლად იმისა, რომ request კლასი გამოვიყენოთ, აქ უნდა გამოვიყენოთ store post request კლასი, რომელიც უნდა შემოიმპორტდეს აუცილებლად კლასის თავში. Okay, და ბოლოს, ნაცვლად validate მეთოდის გამოძახებისა, ჩვენ უნდა გამოვიძახოთ მეთოდი validated, რომელსაც არანაირი არგუმენტი არ ჭირდება და ეს მოგცემს store post request-მა რა ვალიდაციებიც გაატარა იმის ვალიდირებულ დატას. საინტერესოა. მოდი გავაკეთოთ ისევ postman request-ი.
და დაემატა ახალი პოსტი, რომელსაც უკვე ID აქვს 2. ბაზაში 2 პოსტი გვექნება ამ მომენტისთვის. Okay? ეხლა თუ გვინდა მაგალითად მესიჯების კასტომიზაცია, რომ რაღაცა განსხვავებული ტექსტი დავაბრუნოთ, იმისათვის მოდი ჯერ ვნახოთ რა მესიჯი ბრუნდება, როდესაც ვალიდაციას არ აკმაყოფილებს. მაგალითად title-ი ამოვიღოთ, გავაგზავნოთ request-ი და მესიჯი არის the title field is required. Okay? ეხლა ამის კასტომიზაცია თუ გჭირდება. გადავიდეთ store post request class-ში, ჩავსკროლოთ დაბლა და აი აქ უნდა გავაკეთოთ public function messages, რომელიც აბრუნებს massives და აქედან დავაბრუნოთ massive, სადაც უნდა გავუწეროთ properties დასახელება, მაგალითად title და შემდეგ უკვე წერტილით rules დასახელება. წერტილი required. ანუ title properties-ზე თუ required rule არ იქნება დაკმაყოფილებული, მაშინ შეგვიძლია გავუწეროთ, რომ a title is required for the post. აი ესეთნაირად. წერტილმძიმე გვაკლია, დავასაივოთ. ეხლა გავაგზავნოთ request-ი და მივიღებთ custom message. A title is required for the post. ანუ ამ გზით ჩვენ შეგვიძლია, რა თქმა უნდა, title რაღაცა max-ის ვალიდაციაც გავაკეთოთ, რომ თუ ჩვენ 2000 სიმბოლოზე, აქ მძიმე უნდა, 2000 სიმბოლოზე მეტი მივეცით, მაშინ message შეიძლება იყოს, რომ title-ი არ შეიძლება იყოს 2000 სიმბოლოზე მეტი. პირობითად ეს შევცვალოთ რაღაც 2 სიმბოლოზე, მაგალითისათვის. შემდეგ აქ title-ი დავაბრუნოთ და გავაგზავნოთ request-ი. რამე რასწორად თქვენით? შევხედოთ. ხო, რა თქმა უნდა, a title cannot be more than two characters. Okay? აი ახლა message იქნება ეს. A title cannot be more than 2 characters. მოკლედ, აქ სხვათა შორის შეგვიძლია თუ სწორად მახსოვს max ცვლადის გამოყენებაც, რაც არის maxi რეალურად მიწოდებული, თუ სწორად მახსოვს. მოკლედ რაღაც ცვლადი არსებობს და პრინციპში ამას რო გეუბნებით, ეს ცვლადი უნდა ვიპოვოთ კიდეც. ამიტომ გადავიდეთ ახლა ვალიდაციების დოკუმენტაციაში და მოვძებნოთ messages. ეს არ გვინდა language კონკრეტულად language-ებისთვის არ გვინდა, ანუ ეს არის custom ვალიდაციის message-ები სხვადასხვა ენაზე. ეს არ მინდა. მე მინდა custom messages for specific attributes, აი ეს მინდა. აი max-ზე მაგალითად. ორი წერტილი max-ი ხო არ არის? მაიცა? ორი წერტილი max. მოკლედ რაღაც გზა არის და კი ბატონო, ორი წერტილი max. ანუ ამ შემთხვევაში თუ ჩვენ ამას შევცვლით და მაგალითად გადავიყვანთ 7 სიმბოლოზე მეტი არ შეიძლება, გავაგზავნოთ requests, ამ შემთხვევაში 7-ს აიღებს აქვს. ეს რა თქმა უნდა ძალიან საჭირო რამეა, თუ ჩვენ გვინდა ამ ცვლადის გამოყენება აქ. ამ ცალკე აქ რო არ შევცვალო 7 და მე აქ არ შევცვალო, მაგიტო ერთხელ აქ უბრალოდ max დავწერ და აქ მე რასაც მინდა იმას გავუშვებ. Okay, მოდი ბარემ დავაგენერიროთ მეორე request class-ი. პრინციპში ამ შემთხვევაში არსებული request class-იც შეგვიძლია გამოვიყენოთ, მაგრამ უკეთესი პრაქტიკა არის ცალ-ცალკე request class-ები, store post request-ი და update post request-ი. Update post request-ი. Okay? Update post request-ი პრინციპში, როგორც გითხარით, იდენტურად გამოიყურება store post request-ის, ამიტომ შეგვიძლია აქ გავუწეროთ true. შემდეგ ავიღოთ ვალიდაციის რულები store post request-იდან, ან უფრო უკეთეს კეთყვით. ანუ ამ შემთხვევაში ორივე მათგანი აექსტენდებს form requests. ჩვენ შეგვიძლია update post request-მა დააექსტენდოს store post request-ი. რაც გულისხმობს იმას, რომ აიღებს store post request-იდან authorized, აქედან authorized საერთოდ ამოვშლი, აქედანვე ავიღებთ რულებს და store post request-იდან აიღება ასევე message-ებიც. ანუ ყველაფერი რეალურად store post request რაც აქვს, იმის აღება გვჭირდება. შესაბამისად, მე თუ გადავწყვეტ, რომ ახალი property დავამატო და ახალი ვალიდაციის რული დავამატო აქ, ჩავამატებ აქ,
და update post request-შიც იქნება გამოყენებული ეს, რადგან update post request-ი უბრალოდ აექსტენდებს store post request-ს. მაგრამ რაღაც მომენტში თუ გადავწყვეტ, რომ განსხვავებული რულები ჭირდებათ, უკვე აი ამ კლასში გავაკეთებ რულების overrides. გადავიდეთ ახლა post controller-ში, მოვძებნოთ update-ი და აი აქ უნდა გამოვიყენოთ update post request კლასი და ნაცვლად validate მეთოდისა უნდა გამოვიძახოთ validated, რომელიც მიიღებს აი აქ data-ს და მოდი ბარემ update-იც გავაკეთოთ. ნაცვლად string-ის ID-ს, რა თქმა უნდა, შეგვიძლია მივიღოთ აქ string-ის ID და შემდეგ ამ ID-ით ჩანაწერი დავასელექტოთ შემდეგნაირად. post find or fail გამოვიძახოთ, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ჩანაწერი ვერ იპოვა, 404-ს დააბრუნებს ავტომატურად. Okay? ვიპოვეთ post-ი. გვაქვს data, ვალიდირებული data. შემდეგ აი ამ post-ზე გამოვიძახებთ updates და გადავცემთ აი ამ data-ს. ჩანაწერი განახლდება და უკან უნდა დავაბრუნოთ ჩვენ განახლებული post-ი. post. თუ აღარ გვინდა, ამოვიღოთ. აი მოდი გავაკეთოთ ახლა request-ი და დავააპდეითოთ პირველი post-ი. put request-ი, პირველი post-ი და მოდი მივცეთ ამას my second post როგორც title. გავაგზავნეთ request-ი. უკან დაგვიბრუნდა ID 1, ანუ პირველი post-ის მქონე ჩანაწერი, title-ი არის my second post-ი, body, author ID, created-ი, რომელიც არის პირველად შექმნილი post-ის თარიღი. სადღაც 25 წუთის წინანდელი არის ეს ამ მომენტისთვის. ბაზაში რომ შევიხედოთ, ნახავთ, რომ post-ი რეალურად არის განახლებული. მაგრამ მოკლე გზა, ხო, თუ ისეთ ID-ს გადავცემთ აქ, რომელიც არ არსებობს, მაგალითად 10, ვიღებთ 404-ს. ეს 404 მოდის აი აქედან find or fail-იდან query result for model, რაღაც ვერ ვიპოვეო, მოკლედ ამას ამბობს. და აი აქ ნაცვლად string-ის ID-სა ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ route model binding. რაც გულისხმობს იმას, რომ პირდაპირ post-ის მოდელი შემიძლია მოვითხოვო მე აქ. და ნუ ID-ს ნაცვლად ამას დავარქვათ, მოდი პირდაპირ post-ი. Laravel-ი როდესაც ნახავს, რომ მე post-ის მოდელს ვითხოვ, იმ ID-ით თვითონ Laravel-ი ეცდება ჩანაწერის დასელექტებას და თუ დაასელექტებს, მომცემს. აი აქ. თუ ვერ დაასელექტებს, მაშინ 404-ს დაარტყავს თვითონვე. გავაგზავნოთ ისევ ეს request-ი, ხედავთ 404 ჩანაწერს. გავაგზავნოთ ახლა მაგალითად ისევ ID 1, ოღონ my third post-ი მიუთითოთ აქ. გავაგზავნოთ request-ი, post-ი და update და title-ია my third post-ი. ანუ ეს არის მოკლე გზა, როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ route model binding-ი. Okay, ნუ ის ახსენი, რომ ამ შემთხვევაში რადგან post-ს ვაბრუნებთ 200 status code-ით, შეგვიძლია პირდაპირ post-ის მოდელი დავაბრუნოთ response JSON-ის გარეშეც კი.